შეაფასებით 1 მარტიდან გაზრდება რიგი მიმართულებები მიგრაციასთან დაკავშირებით. უპირველეს ყოვლისა პრემიერ-მინისტრმა საკუთარი მოკლე ვიდეოთი წერტილი დაუსვა იმ ეგრეთ წოდებული პროევროპული ძალების სპეკულაციას, რომელსაც მიგრაციასთან დაკავშირებით ფაშისტური კონოტაციით აწარმოებდნენ საქართველოში, მათ შორის ის პარტიები, რომელიც არიან ALDE-ს და სხვა ასეთი ევროპული გაერთიანების წევრები, გულისხმობ ლელოს და სხვებს, რომლებსაც გარდა იმისა, რომ ტერორისტი ყოლიათ საკუთარ გუნდში, მათ შორის ფაშისტური კამპანიებით არიან დაკავებული და ისეთი ტერმინოლოგიით ჟონგლიორობენ, როგორც არის არაბიზაცია და ასე შემდეგ, რაც თავისი არსით უკვე არის, როგორც თქვი, ძალიან კითხვის ნიშნის ქვეშ მყოფი ღირებულებითა თუ რასთან გვაქვს საქმე. მარტივი სტატისტიკა, რაც ყველაფერს ფარდა ახადა. საქართველოში 3.900.000 არის ბოლო აღწერით პირველადი მონაცემებით მოსახლეობა, საიდანაც მხოლოდ 250.000 დაახლოებით არის უცხოელი, ანუ 6.9%. საიდანაც ამ 250.000-დან 220.000 არიან ან ქვეყნის მოქალაქეობის მქონე ქართველები, ან უცხოელები პოსტსაბჭოთა სივრციდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ისრაელიდან. აი ეს არის რეალობა, რომ 250.000 უცხოელიდან 220.000 ან არის ქართველი უცხოური მოქალაქეობით, ან პოსტსაბჭოთა ამერიკული და ისრაელის მოქალაქეობით. რაც შეეხება წილს იმ ქვეყნებიდან, რომელზეც სამარცხვინოდ აპელირებდნენ პროევროპული, ეგრეთ წოდებული პროევროპული ძალები, როცა მიგრაციაზე საუბრობენ, იქნება ეს ირანი, თურქეთი და ეს სამეზობლო ქვეყნები, სულ არის 0.7% მთლიანად საქართველოს მოსახლეობაში. ამითი კიდევ ერთხელ წერტილი დაესვა სპეკულაციებს და ფარდა აეხადა, რომ ეგრეთ წოდებული პროევროპული ძალები საქართველოში ცდილობენ მსგავსი სპეკულაციებით დააზიანონ ჩვენი ქვეყანა. თქვენ მაშინაც ისაუბრეთ ამასთან დაკავშირებით და თქვით, რომ გერმანიაში საქართველოს საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე არის სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტად მოხსენიებული, ასევე საქართველოს საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილი. ეს არის შეცდომა, რომ 2024 წლის მონაცემები არის ალბათ სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე, თუ რაღაცა განსაკუთრებულია, იმიტომ რომ ვიცით, რომ თუნდაც რუსეთის შემთხვევაში მაგალითად ეს მონაცემები გასწორებულია, მაშინ რასთან გვაქვს ჩვენ ფაქტს. ამას მარტივად შეუძლია უპასუხოს გერმანიის ელჩმა, რომელიც გვანებიურებს ხოლმე მისი პოლიტიკური განცხადებებით და პოლიტიკური ინტერვიუებით, მათ შორის ბოლო ინტერვიუში ნახეთ ჩვენ, რომ ის თითქოს და საკმაოდ ყალბად ჩემი აღქმით გამოხატავდა წუხილს, რომ ურთიერთობები საქართველოს და გერმანიას შორის არის გაუარესებული და ცდილობდა ამის გადაბრალებას საქართველოს მთავრობისთვის. და კიდევ ერთხელ, აქ მაქვს წამოღებული მარტივი კითხვა არის. ეს არის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდიდან აღებული ოფიციალური მონაცემები, ყველა ქვეყანასთან დაკავშირებით აქვს მოკლე ინფორმაცია, ვინ არის პრეზიდენტი, ვინ არის პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მოკლე ინფორმაცია ყველა ქვეყანაზე. საქართველოსთან დაკავშირებით 2024 წლის ოქტომბრიდან, ანუ არჩევნების შემდეგ არც ერთხელ არ განახლებულა. მიუხედავად იმისა, რომ სტანდარტულად 6 თვეში ერთხელ ხდება განახლება ამ მონაცემების ნებისმიერი ქვეყნის. და საქართველოს შემთხვევაში კვლავ სალომე ზურაბიშვილი არის მითითებული პრეზიდენტად და ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად. ვისთან აქვს გერმანიის ელჩს კომუნიკაცია, რომ დაიბარეს ის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ვისთან მივიდა ილია დარჩიაშვილი ნახა იქ სადმე კაბინეტებში თუ კორიდორში. ეს ხო სამარცხვინო არის, რასაც ხედავ და რა თქმა უნდა ეს არ არის რომელიმე ვებ ადმინისტრატორის ხარვეზი და შეუძლია გერმანიის ელჩს აქვს დღეს შესაძლებლობა რომ შემისწოროს თუ ეს არ არის რუსეთი თუ არ ავიწყდება გერმანიის ვებ ადმინისტრატორს ქვეყანა რომელზეც გერმანიის წინა საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალე ბერბოკმა თქვა რომ ომში არიან რუსეთთან და თუ ომში არიან რუსეთთან მის მონაცემებს ანახლებენ ან არეზარებად და არ ავიწყდებათ შარშან შემოდგომაზე სირია ხომ არ ავიწყდებათ და განახლება ხდება ირანი ხომ არ ავიწყდებათ მოდიში ირანი ხომ არ ავიწყდებათ და ირანზეც რომ აქვს ხოლმე ძალიან ემოციური ფონი ირანი ხომ არ ავიწყდებათ და მისი განცხადებები და ასე შემდეგ მთლიანად არა თუ რეგიონი სოფლიოში ქვეყანა არ ავიწყდება იმ ვებ ადმინისტრატორს
მითიურ აიტიშნიკს, რომელსაც ვინმე შეიძლება დააბრალოს ახლა საქართველოს გამოჩ. აი ეს არის ის მდაბიო ქცევა, რომელიც სინამდვილეში აზიანებს ურთიერთობას საქართველოსა და გერმანიას შორის. და კიდევ ერთხელ, გერმანიის ელჩს საქართველოსთან სულ 3 წლიანი მისია აკავშირებს. მე პირადად და ბევრს ჩვენ გუნდში მრავალწლიანი ურთიერთობა გვაქვს ჩვენი მათ შორის პროფესიული გამოცდილებიდან თუ განათლებიდან გამომდინარე ურთიერთობა გერმანიასთან და გერმანელ ხალხთან და მისი წუხილი რა მოსატანია იმ წუხილთან, რომელიც ჩვენ გვაქვს იმის გამო თუ რა უქნეს ქართულ გერმანულ ურთიერთობას იმ ხელმძღვანელობამ, რომელიც ფაქტობრივად აგურ ნაშენი 30 წლიანი მეგობრობა ჩვენს ორ ქვეყანას და ხელისუფლებებს შორის ხაზს უსვა, რომელიც გენშერის დროიდან დაიწყო და რეპუტაცია გერმანიისა განსაკუთრებით მაღალი იყო ქართულ საზოგადოებას შორის. დღეს, როდესაც საზოგადოებას ხვდები, ადამიანებს ხვდები, დღეს რომ მეკითხებიან, რომ რა სჭირს გერმანია, რატო იქცევა ასე ქვეყანა, რომელმაც პირველი საელჩო გახსნა საქართველოში, დღეს მისი ელჩის სახით არის ქართულ ხალხის თვალში ისე, რომ თითქოს არის ქვეყანა, რომელიც პირველი უთხრის ძილს ქართულ დემოკრატიას. ამას გვეკითხება ჩვენი მოსახლეობა, ადამიანები, რომ რა სჭირს, რა ემართება, რა დაემართა გერმანიას, რომ მისი ელჩი ცდილობს ძირი გამოუთხაროს ქართულ დემოკრატიას. ასე რომ გასცემ პასუხი ქართულ ხალხს ამასთან დაკავშირებით და რაც თქმა უნდა გვაინტერესებს. მაშინ ის აიტიშნიკი მაინც გაგვაცნო, შეიძლება ქართული აიტიშნიკია ვინმე ნაცი და ამიტომ ცდილობს რომ დააზიანოს საქართველოს, მაგრამ კიდევ ერთხელ ამაზე მე პირადად პასუხს ველი, რასთან გვაქვს საქმე. გიგაური ფიჩერის შეხვედრას გკითხავთ აქ გულშინ ჩვენ ვნახეთ ფარული შეხვედრა, მათი გამოსვლილი გიგაური ჩვენ შეგიძლიათ არ პასუხობს ჩვენს მიწერილ მეილზეც თუმც გერმანიის საელჩო. რაზე შეიძლება ქონოდა მათ საუბარი და როგორ შეაფასებთ ამ ფარულ შეხვედრას? შემდეგ მე როგორც მივხვდი, ეს იყო შეხვდენ ბინაში და არა საელჩოში და იყო პირადი ხასიათის შეხვედრა, ალბათ მეგობრობებს სხვა მე არ ვიცი რა უნდა დასკვნა გამოიტანო აქედან, ერთადერთი რაც ვნახე და ამაზეც მინდა ხაზი გავუსვა, ვნახეთ ქალბატონი გიგაურის ზიზღი, აი ეს ევროპული ზიზღი, რომელიც მისგან მოდის, ჟურნალისტთა მიმართებით, რომ რუსული ტელევიზია, რუსული და ეს ზიზღი, რომელიც გადმოდიოდა, არ ვიცი რაზე ქონდა საელჩოს საუბარი, ასეთი ზიზღი დამუხტული, როგორ გამოვიდა გერმანიის ელჩისგან შეხვედრიდან, რომ ასეთი სიძულვილი, ასეთი ზიზღი აჩვენა და კიდევ ერთხელ გაგახსენებთ, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა ფინანსდება ევროკომისიის მიერ, ასე რომ ამ ყველაფერში 1 მილიონი არის გადახდილი, როგორც მათივე ინფორმაციით ვიცით, ამ ზიზღში და სიძულვაში 1 მილიონია გადახდილი, ასე რომ როგორც ჩანს, გამომუშავება ხდება ამ თანხის. ბრიტანეთის მინისტრთან დაკავშირებით ბრიტანეთის საკითხებში, დემოკრატიის საკითხებში ბრიტანეთის მინისტრი ამბობს, რომ კაცრი ზომებს მეგობრობა მათ წინააღმდეგ, ვინც ცდილობს დააშინოს დემოკრატიულ პროცესებში მონაწილე ადამიანები და უცხოური ფული არჩევნებში ვერ ჩაერევაო, მაშინ როცა ბრიტანეთის მხრიდან ჩვენ გვესმის კრიტიკა ყოველთვის მათ შორის გამჭვირვალობის შესახებ განმასა, როგორ შეაფასებთ? ხო, აი გავანალიზოთ შემთხვევა, რა შემთხვევებს ეხება. მაგალითად, ჩვენ ახლა რომ მოვინდომოთ საქართველოს ხელისუფლებამ და ბრიტანეთში მოვინდომოთ და დავაფინანსოთ ბრიტანული რომელიმე რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტული ინსტრუმენტი. აი ჩვენ რომ დავაფინანსოთ. აი ეს ადამიანი გვეუბნება, რომ ჩვენ კაცად დაგვჯიან, დევნიან, ფულს არ დაგვახარჯინებენ. აი ეს არის ის წესი, რომელსაც იღებენ. შეგახსენებთ, რომ სულ რამდენიმე თვის წინ ბრიტანეთის ელჩმა გამოთქვა გაკვირვება და შეშფოთება იმის გამო, რომ არ მიეცა შესაძლებლობა მას ბრიტანეთის საელჩოს დაეფინანსებინა რადიკალური ოპოზიციის პარტიული კედლის გაზეთი ტაბულა. ტაბულა, რომელიც ყველა, რა ვიცი, ბავშვმაც კი იცის, ასე ვთქვათ, რომ ტაბულა არის პარტიული კედლის გაზეთი, ჩვეულებრივად კედლის გაზეთი, რასაც ქვია, ეს არ არის რაღაცა აფილირებული მედია ან სხვა რაღაცა კონტაქტში მყოფი ან ასე შემდეგ, ეს არის ჩვეულებრივი პარტიული კედლის გაზეთი და ბრიტანეთის ელჩი ცდილობდა დაეფინანსებინა რადიკალების პარტიული კედლის გაზეთი. და დღეს ახლა ვიგებთ ბრიტანეთისგან, რომ იგივე ქმედება ახლა ჩვენ რომ განვახორციელოთ ბრიტანეთში, ჩვენ სასტიკად უნდა დაგვსაჯონ და ამის შესაძლებლობა არ მოგცემ. ეს ხომ ერთადერთ რამეს აჩვენებს, ჩვენ გვიყურებენ როგორც მეორე ხარისხოვან ადამიანებს და ხალხს და ქვეყანას.
რომ ის იუპიტერები, რომლებიც საკუთარი თავი წარმოუდგენიათ, რომ მათთან არ უნდა მოხდეს, მათთან არავინ არ უნდა ჩაერიოს, ბრიტანელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს და ქართველებს თურმე არ გვაქვს უფლება, აღმოჩნდა, რომ ბრიტანელ ხალხს მივეხმაროთ დემოკრატიის განვითარებაში. და რატომ არ გვაქვს უფლება? რა იყო, არ შეიძლება ჩვენგან რამე ისწავლონ და ჩვენ დავაფინანსოთ ბრიტანეთში პოლიტიკური აქტივობები, რა ხდება, ქართულ ფულს რაიმე მანკი აქვს თუ რაიმე წუნი აქვს. მაგრამ პირიქით ჩვენ გონი ვართ ხარები, აქ უნდა თურმე ფული ხარჯონ და ხმაც არ უნდა ამოვიღოთ. პრობლემა ის თან თავარი მთელი უტიფრობა ამ ყველაფრის ის არის, რომ ერთია რომ ფულს ხარჯავს, ამაზე შენიშვნა უთხრა, კითხვა რომ დაუსვა რა თუ შენიშვნა. შეიცხადებენ და თავ შეურაცხყოფილად გძნობენ, როგორც გუშინ შეურაცხყოფილად იგრძნო თავი ევროკავშირის ელჩმა, რომელიც იმყოფებოდა საგარეო სამინისტროში, როგორ თუ კითხვებს სვავს ქართველი ხალხი, რომ რაში ხარჯავთ ფულს და როგორ თუ ქართველი ხალხი ცოტა იშმუშინება, როცა გაიგებს, რომ პოლიტიკაში იხარჯება დანიელების ფული, რომელსაც არაფერი არ ესაქმება საერთოდ ქართულ პოლიტიკაში, რა იცის დანიამ საერთოდ ვინ ვართ, იციან? დანიის მოსახლეობამ ვაიღოს რუკა გაიგებს სად არის საქართველოს საერთოდ. ასე რომ ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ იმ ფარისეულობას, რომელიც ყოველთვის იყო, ყოველთვის უბრალოდ კარგად იფუთებოდა და დღეს ვეღარ იფუთება. მათ შორის ვერ იფუთება, იმიტომ რომ ჩვენ ვამხილეთ ბევრჯერ და თქვი მე და გავიმეორებ კიდევ, ეს არის ჩვენი მთავარი იარაღი. მართალი სიტყვა არის ჩვენი მთავარი იარაღი, რისაც ეშინიათ, ამიტომ ცდილობენ ჩვენს დასჯას, ჩვენს დევნას, რომ გაგვაჩუმონ. ერთადერთი რასაც ემსახურება ეს ყველა რეზოლუცია, განცხადება, ვიზის შეზღუდვა და ასე შემდეგ, თავარი მიზანი არის როგორმე გაგვაჩუმონ, იმიტომ რასაც ჩვენ ვიტყვით ხოლმე, შემდეგ ამ სიმართლეს უკვე ვეღარ იჭერენ და საბოლოო ჯამში სკდება ეს საკითხები, როგორც USAID-ის ამბავი გასკდა, როგორც სხვა საკითხები, რაზეც საუბრობდით, Deep State იქნება თუ სხვა საკითხები, ყველაფერი გაუსკდათ და ნაღმივით აუფეთქდათ ხელში, ამიტომ უნდა თუ გაგვაჩუმონ. რა ვქნათ, ერთი პატარა ქვეყანა ვართ 3.9 მილიონი მოსახლეობით, არ გვაქვს ბირთვული შეიარაღება და ეკონომიკური ინსტრუმენტების სხვაზე ზემოქმედების, მაგრამ ჩვენი სიტყვა აღმოჩნდა, რომ ის ქართული სიტყვა და უფრო ძლიერი არის ზოგჯერ სხვა ინსტრუმენტს. ჰელსინკის კომისიასთან დაკავშირებით კითხავთ, სწორედ ამ კონტექსტში იქ რა გზავნილებიც იყო დაფინანსების ნაწილთან მიმართებაში თქვენ მოისმენთ, ამიტომ კითხავთ პირდაპირ თქვენს პოზიციას, რას ითხოვდნენ ამ შემთხვევაში საქართველოსგან და ითხოვდნენ თუ არა ამ დაფინანსებას, რაზეც თავად საუბრობთ. ხო, უბრალოდ სკოლისან ნახეთ ხომ, ესე იგი ისეთი სხდომა იყო, რომელსაც ჯო ვილსონიც კი არ დაესწრო. არათუ სხვა კონგრესმენები, არავინ არც ერთ კონგრესმენი არ დაესწრო და ჯო ვილსონიც რო არ დაესწრება, მე მგონი გასაგებია, საერთოდ რასთან ქონდა საქმე. ჩვენ ნახეთ, რომ ოლესა ვართანიანი, ბახტი ნიშანოვი ერთმანეთში ჭორაობდნენ საქართველოსთან დაკავშირებით. აი ეს არის საერთო ჯამში და რაც თავარია შინაარსიც ხომ მნიშვნელოვანია, როგორ ითხოვდნენ ჩარევას ქართულ შიდა საქმეებში. პირდაპირ ეს ადამიანები ითხოვდნენ ჩარევას ქართულ შიდა საქმეებში. რაც შეეხება ქალბატონ თორტოს, რომ წამლად ერთი ამერიკელიც იქ იყო შეხვედრაზე, ქალბატონ თორტოს მან პირდაპირ მეორე ადამიანია მარტაკოსის შემდეგ, რომელსაც პირდაპირ აღიარა, რომ არსებობს არალეგალური შავი სქემები საქართველოში ფულის შემოტანის და მან ეს აღიარა, თქვა, რომ ეს სქემები არსებობს და დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა, გასაგებია თავი შეიკავა, იმიტომ რომ უნდა სისხლისამართლის დანაშაული ემხილებინა, იმიტომ რომ ყველა ეს სქემა არის დანაშაულებრივი სქემა, ვინაიდან მისი ამოცანა არის გვერდი აუაროს ქართულ კანონმდებლობას. სწორედ ეს ასაბუთებს კიდევ ერთხელ იმ ცვლილებას, რომელიც გუშინ ევროკავშირის ელჩმა შეიცხადა, ასე კითხვები ჩვენ არ დაგვისვას ბატონმა ჰერჩინსკიმ. კითხვები დაუსვას ქალბატონ კოს, მის უფროს, რომელიც თქვა, რომ გზებს ეძებენ, გვერდი აუარონ ქართულ კანონს და ფული მისცენ მათ მიერ დაქირავებულ ორგანიზაციებს ქართული ხალხის ყურადღების მიღმა, ისე რომ არ კითხონ ქართულ ხალხს. ასე რომ კითხვები ჩვენთან ნუ ექნება ბატონ ჰერჩინსკის თავის უფროს კითხოს. თვითონ თუ არ არის გარკვეული საქმეში,
თავის უფროს კითხოს, რა სქემები აქვს, რა სქემებს ალაგებენ ასეთს, რომ გვერდი ავარონ ქართულ კანონებს. და ასევე კითხოს ქალბატონ თორტონს, რომელსაც უკვე აღიარო ეს სქემები არსებობს და ნამდვილად ვიცით რომ არსებობს. მე თქვი კიდევაც და გავიმეორებ. ხა მართლა ხანდახან მართლა კიდევ ერთხელ მიკვირს, ხომ? ვიტყვი კიდევ ერთხელ, თავად უყვართ ხოლმე უცხოელების თქმა, რომ საქართველო პატარაა, როგორ შეჭიდული ხართ, ყველა სიცნობს და ვერაცნობია რომ მართლა ყველა სიცნობს და არაფერი არ იმალება. ის სქემები, რომელსაც ალაგებენ და მხოლოდ ერთ სქემაზე ვიტყვი, სხვა სქემებიც არის, მაგრამ ყველაზე მარტივი სქემა, რომელიც აირჩიეს, რომ ნაცვლად იმისა ფონდებმა, უცხოურმა ფონდებმა და დონორებმა და ტერმინოლოგიურადაც ამას ხავს უსვამ, რომ ნაცვლად იმისა, რომ მისცენ გრანტი ორგანიზაციას, რისთვისაც მათ თანხმობა ჭირდებოდათ, ანუ იმისთვის რომ არ მივიდნენ და ქართულ ხალხს არ კითხონ და გრანტში არ მოაქციონ, დაიწყეს ამ ორგანიზაციისთვის არა ერთბაშად ფულის მიცემა, არამედ მისი თანამშრომლების დაქირავება ხელშეკრულებით და ჩარიცხვა პირდაპირ თანამშრომლებისთვის სასეკე ფულით. ეხა კიდე ერთხელ ეხა 2-3 წუთში ჩამოსული გადამთიელი რო ფიქრობს რომ ჩვენ ეხა ჭკვაში მოგვატყუებს ქართველებს, გადახედოთ ჩვენ ისტორია წაიკითხონ, ხო? გაერკვნენ საერთოდ რასთან აქვს საქმე და ვისთან აქვს საქმე ბოლო-ბოლო რა, ხა მართლა შტერები ხო არ ვართ აქ. ამიტომ კიდე ერთხელ საკუთარ თავს კითხონ ყველა ის ცვლილება, რატომ გახდა საჭირო, რომელსაც ჩვენ ვიხებთ. იმიტომ გახდა საჭირო, რომ ევროკავშირი არღვევს საქართველოს კანონმდებლობას მარტა კოსისვე აღიარებით, ცდილობს მის გვერდის შემოვლას. ლორა თორნტონის აღიარებით აქვს სქემები დალაგებული. ჩვენ ვნახეთ, რომ ევროკავშირის წევრ ესტონეთში არის ყალბი ორგანიზაციების რეგისტრაციის სისტემა აწყობილი და რისთვის არის აწყობილი, თქვენ რაგონი ხო ნახეთ ხო იქ ნიფ-ნიფის და ნუფ-ნუფის სახლში რო არის შენობაში რა რეგისტრირებული საერთაშორისო გამჭვირვალობა და კიდე 20 ორგანიზაცია ერთმანეთზე ხედან ეთყობა იმ ოფისში. რაგონიათ ხა ესტონეთში მუშაობენ თუ რასაკეთებენ. ეს ყველაფერი არის სქემა ძალიან მყარი კრიმინალური ენერგიით ამის უკან, ამას ხო უნდა მოფიქრება დაგეგმა, ვიღაცა ხო დაჯდა NGO-შნიკი და რომელიღაცა ელჩი თუ დონორი თუ ვიღაცა და მოიფიქრეს, მოდი ახლა ჩვენ ჩუმად სადღაცას დავარეგისტრიროთ, მე იქ ჩაგერიცხავ, შენ შემდეგ კრიპტოვალუტით გადმორიცხავ, ასეთი კრიმინალური ენერგიით, აქ უკვე აღარ არის საუბარი ჩარევა და არ ჩარევაზე, ხო? ამას უკან დგას ჩვეულებრივი კრიმინალური ენერგია, მოიფიქრო სქემები, როგორ დაარღვიო კანონი. აი ბაჩიაშვილს თუ შეედრებიან ეს ადამიანები საკუთარი კრიმინალური ენერგიით, რომელიც იმას ფიქრობდა, რომ ეხლა მანქანაში საბარგულში ჩავამონტაჟო ადგილი, როგორ შევძრე საბარგულში, როგორ დავიმალო, როგორ გადავიდე და ასე შემდეგ. ასე რომ კიდე ერთხელ ყველა ეს ჩვენ თქვით ცალსახად. ჩვენ გვაქვს ჩვენი ამომრჩევლების მანდატი, რომ საქართველოში უცხოური ფული პოლიტიკაში დაიხარჯოს მხოლოდ ქართველი ხალხის თანხმობით. ეს არის მანდატი, რომელიც ჩვენ მოგცა ჩვენმა ამორჩევლმა არჩევნებს. და ეს არის მიზანი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ ამ კანონმდებლობით. შესაბამისად, არ იქნება დამორჩილება იმ წესებზე, რომელიც არის. იქნება ცვლილებები, რომელიც ყველა იმ შავ ხრელს თუ გასაძრომს ამოქოლავს, რომელსაც ასე დაბეჭდებით ეძებს ქალბატონი კოსი, რაც სირცხვილია, რომ ევროკომისია არის, თან ამას არ ვიცი, ალბათ თავისი კიდევ ერთხელ ეს არის ის არაკვალიფიცირება, რომელსაც აჩენს საბოლოო ჯამში კომისია, საკუთარი არაკვალიფიცირებით წამოწდა ეს ყველაფერი, რომ თურმე აქ გადაგვიარეს ქართველებს, აღარ ჩვენი კანონი აინტერესებთ არაფერი და როგორ აუვაროთ გვერდი ქართულ კანონმდებლობას. ჩვენთან ერთად გაიარო ეს საკითხები. ერთი ნაწილი, ეს მეორე ნაწილი თვითონ რატომ იყო გადაწყვეტილება სულ უნივერსიტეტთან მიმართებაში, საუბარია თქვენი ოპონენტების მხრიდან, რომ ახლა დაჯახდება ამ უნივერსიტეტის და თითქოს ნაცმოძრაობის რაღაც გაერთიანებას წარმოადგენდა და მეორე მხრივ კვოტებთან დაკავშირებითაც რომ გითხრათ თქვენი პოზიცია, იმიტომ რომ აქაც ისმის კრიტიკა და ამბობენ განათლების სისტემაში მომუშავე ადამიანებს გავსის სისტემა არ არსებობს, არსათა ახაც არ გაამართლებს. პირველ რიგში, რაც შეეხება ილიას უნივერსიტეტის ზოგიერთ წარმომადგენელს, მე მათ ადგილას ძალიან დავფიქრდებოდი, როდესაც მათი მთავარი გამომქოლმაგებელი არის მიხეილ სააკაშვილი
ძალიან დავფიქრდებოდი რასთან გვაქვს საქმე, თუ კი იქ ვინმე არის გულწრფელი. და თუ კი ეხა ისინი არიან მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრი, გასაგებია მაშინ რასთანაც გვაქვს საქმე. რაც შეეხება გუშინ გაცხადებულ საკითხებს. რა არის ამაში ახალი? არაფერი ახალი ხომ არ არის. ჯერ კიდევ შარშან გამოქვეყნდა კონცეფცია, რომელზეც მუშაობდა სამთავრობო კომისია. კონცეფცია, რომელიცშიც დასახელდა 7 გამოწვევა უმაღლესი განათლების წინაშე. არ არსებობს არც ერთი ადამიანი, არც ერთ უნივერსიტეტში, არც ერთ სასწავლებელში და არც ერთ საექსპერტო წრეში, რომელსაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, რომ არსებობს ეს 7 პრობლემა. მათ შორის არის ხარისხი განათლების, ინსტიტუციური მოწყობა განათლების და ასე შემდეგ. 7 პრობლემაზე ყველა დათანხმდა. რომ კი, ეს პრობლემა არის. ანუ ჩვენ პრობლემური უმაღლესი განათლების სისტემა გვაქვს. ეს უნდა გავაცნობიეროთ. ეხლა რომ არის ისე ცდილობა წარმოადგინოთ, თითქოს რაღაც ყველაფერი კარგად არის. არის პრობლემები უმაღლეს განათლებაში. ეხლა ამ პრობლემის გადაწყვეტის გზებსაც შეეხება, ამაზეც უკვე რამდენიმე თვის წინ ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა და მათ შორის ისაუბრა ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპზე. რაც იმდენად ლოგიკური და სწორია, რომ სინამდვილეში სუბიექტური დაინტერესება თუ არა აქვს რომელიღაცა ფაკულტეტის დეკანს, არ ვიცი, ან ფაკულტეტის თანამშრომელს, რთული ამას ვინმე შეეწინააღმდეგება, არც არავინ არ ეწინააღმდეგება, ხომ? ჩვენ ვნახეთ ტექნიკური უნივერსიტეტის პოზიცია ამასთან დაკავშირებით, რომელიც მიესალმება, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოზიცია, რომელიც ამას მიესალმება, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოზიცია, რომელიც მიესალმება, რეგიონული და სხვა ყველა მიესალმება. ყველა მიესალმება ამ პრინციპს. შესაბამისად, ამ პრინციპის მიხედვით მოხდა ადგილების გამოცხადება სხვადასხვა უნივერსიტეტში ყველას და ისეც ითქვა ტრადიციული პროფილის აღდგენა და თქვენ ნახეთ მათ შორის ტექნიკური და მე მგონი ტექნიკური უნივერსიტეტი ამ ხრივ ყველაზე მოგებულ მდგომარეობაში არის და ყველამ კარგად დაინახა ახლა უკვე ტექნიკურ უნივერსიტეტში როგორც აკადემიურმა პერსონალმა ისევე სტუდენტებმა რომ ტექნიკურ პროფესიებზე გაზრდილი არის რაოდენობა მისაღები კონტინგენტის და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენი ხელისუფლების განზრახვას რომ ტექნიკური მიმართულებით სადაც ჩვენ დეფიციტი გვაქვს პროფესიონალების და პროფესიის წარმომადგენლების ტექნიკური მიმართულებები იქნება პრიორიტეტულად მიხედილი და ამ ხრივ ტექნიკურ უნივერსიტეტს ექნება განსაკუთრებული მხარდაჭერა. შესაბამისად, სხვა უნივერსიტეტებში ასე რომ, რა ვიცი, მე მგონი ყველაფერი ნათელი. აი, ხებსაც ვკითხე. არსად არ მივდივარ აქ ვარ, კარგად. მოვალ თქვენ. ისმეთ ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციის სპეკულაციებს, მაგალითად, ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი ამბობს, რომ მას შეხვედრა ჰქონდა თუსი გაბარდთან და ელოდება დამატებით განმარტებებს ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვის თვალსაზრისითაც რამდენად მნიშვნელოვანია ვიზიტი და რას ნიშნავს ოპოზიციის სპეკულაცია. ეგეთით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გააკეთა განცხადება ამ ვიზიტთან დაკავშირებით, ამერიკის საელჩომაც გააკეთა განცხადება ამ ვიზიტთან დაკავშირებით, ის რისი თქმაც იყო საჭირო ყველაფერი ითქვა, მნიშვნელოვანი შეხვედრები ჰქონდა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ოფიციალურ პირებთან ამერიკაში, მის კოლეგებთან. ეს არის რაც ითქვა როგორც ჩვენ უსაფრთხოების სამსახურისგან, ისე ამერიკის შეერთებული შტატებისგან. სპეკულაცია ხა გასაგები მათი სპეკულაციები რო ექნებათ ყველაფერთან დაკავშირებით, გასაგებია, მაგრამ ჩვენთვის თავარი არის ის რომ ჩვენ ამ ყველაფერს ვიღებთ როგორც პოზიტიურ სიგნალს იმისთვის რომ შევინარჩუნოთ იმედი რომ ურთიერთობების გადატვირთვა მოხდება. ჩვენ სულ რამდენიმე დღის შუალედში ვნახეთ საქართველოს პრეზიდენტის კომუნიკაცია ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის კომუნიკაცია ამერიკის სახელმწიფო მდივანთან, ისე როგორც უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვიზიტი მის კოლეგებთან. ასე რომ ეს დინამიკა ჩვენ გვიტოვებს ოპტიმიზმს, რომ ურთიერთობების გადატვირთვა მოხდება. ხასების კომისიაზე თუ შეიძლება რა გამოშვება მოვალ, აი შემდეგი თქვენ. პირდაპირ ჩამთვით და
კომპანია, რომელიც კომისიის პარალელურად იმუშავებს, რა შეგიძლიათ ამასთან დაკავშირებით გითხრათ და რა შეგიძლიათ გითხრათ უშუალოდ კომისიის პარლამენტის ჩართულობას? დიახ, დროებითან კომისია მომართა და პარლამენტი უზრუნველყოფს შესაბამისი კომპანიის თანხმშეკრულების დადებას იმისთვის, რომ მოხდეს პროფესიული ანალიზი ფასწარმოქმნის ჯაჭვისა, ასევე იმ ასე ვთქვათ სტრუქტურებისა, რომელიც ჩართული არის ფასების ჩამოყალიბებაში. ეს მნიშვნელოვანია მათ შორის იმის გამო, თქვენ ისმენთ, რომ არის კომპლექსური საკითხები და არსებობს საერთაშორისო ფირმები, რომლებიც საქართველოში მოქმედებენ, აუდიტორული ფირმები, რომლებიც თავარი სპეციალობა, სწორედ სპეციალიზაცია სწორედ ეს წარმოადგენს, რომ შეისწავლონ სხვადასხვა პროცესები კომპანიებში, შეისწავლონ ფასწარმოქმნის საკითხები და ამაზე კვალიფიციური პროფესიონალი დასკვნა დადონ. ასე რომ ეს პარალელურად არის იგულისხმება, რომ კომისიას დაეხმაროს მისი პროფესიული ექსპერტული მოსაზრებით. ასე რომ ჩვენ მოვიძიებთ შესაბამის ორგანიზაციას, რომელიც მიეხმარება კომისიას. ეს ჩვეული პრაქტიკა არის, რომ კომისია იხმარს ექსპერტებს სხვადასხვა მიმართულებით, ასე რომ ესეც ექსპერტული დახმარება იქნება. მათ შორის იმისთვის, რომ ყველამ ნახოს, ეს არ არის პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე არ მოქმედეს პარლამენტი, არამედ ეყრდნობა პროფესიულ მოსაზრებებს ამ საკითხთან დაკავშირებით. მინდა რამდენიმე კითხვა რომ დაგიშვათ თუ შეიძლება და რამ დროს გამოვიყენებ. პირველ რიგში რომ გითხრათ, BBC-სგან მიიღეთ თუ არა პასუხი იმ საჩივარზე, რომელიც გააგზავნეთ. კი, რამდენიმე დღის წინ ჩვენ მივიღეთ მათი პასუხი, რა თქმა უნდა, მათ წინასწარ ქონდა თავისი პოზიცია გამჟღავნებული, რომ ისინი არაპირებენ გადახედონ საკუთარი ჟურნალისტების საქმიანობას და ამ პასუხშიც იგივე პოზიცია არის. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ მივყვებით ამ პროცედურებს, იურისტები მუშაობენ უკვე საპასუხო მიმართვაზე, რომელიც ბრიტანეთის კანონმდებლობიდან გამომდინარე, კვლავ BBC-ში უნდა გავასაჩივროთ კიდევ ერთხელ ხა ეს საკითხი, მათი პოზიცია შიდა რეგულაციის, ასე ვთქვათ, მეორე დონეზე. ჩვენ რა თქმა უნდა, ხა BBC-სგან დიდი იმედი არ გქონდა, რომ როდესაც ასეთ ფალსიფიკაციას მხარს უჭერ და აქვეყნებ, რომ შემდეგ საკუთარ თავს დააბრალებდნენ ამას, თუმცა ჩვენ ამიტომაც მივყვებით ყველა პროცედურას, რომელიც საბოლოო ჯამში გამოცდილება გვეუბნება, სადაც რომელიმე უცხო სახელმწიფო ორგანიზაცია შეეჭიდა საქართველოს, ყველგან დამარცხდა. ასე რომ აქაც ნახავთ თქვენ მწარე მარცხს მათ მხრიდან. მივიღეთ პასუხი და რატომ ალავდით ბატონო შალვა ამ პასუხს? ის უნდა გითხარით ამის შესახებ, თქვენ გახასიათებთ, როდესაც რაღაც პასუხებს იღებთ, რა ვიცი, ბრიფინგებს მართავთ, განცხადებებს აკეთებთ და ჩვენ ეხლა კითხვა რო არ დამესვა, არ გეცოდინებოდა, რომ BBC-მა არც ბოდიში მოგიხადათ, არც ფილმი წაშალა და არც ის რომელიმე მუხლი შეასრულა, რასაც ეს რაზე მეტყველებს? ეს მეტყველებს მალავდით ამ ამბავს. ის რომ BBC-მ არ გამოიყენა ეს შანსი და სხვათა შორის ცალკე არგუმენტია და მოგვცა ჩვენ კიდე დამატებით, რომ მათ წინასწარვე საკუთარი განწყობა გაამხილეს, იცით გახსოვთ თქვენ, რომ როდესაც ჩვენ მივმართეთ მათ საჩივრით, მანამ სანამ საერთოდ საჩივარს გაეცნობოდნენ, არგუმენტებზე დაფიქრდებოდნენ, ცოტა კრიტიკულ ანალიზს ჩაატარებდნენ შიგნით მაინც, პირველი რეაქცია მათი მხრიდან იყო, რომ არა, ჩვენ მხარს უჭერთ ჩვენ ჟურნალისტს. ასე რომ მათ ყველაფერთან ერთად, რაც აუცილებლად იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენს ერთ-ერთ არგუმენტაციაში ყველაფერთან ერთად გაამხილეს, რომ შიდა გასაჩივრების სისტემა არის ფარსი, რაც ბრიტანეთში არსებობს, იმიტომ რომ მას არანაირი შედეგი არ აქვს, ვინაიდან წინასწარ განწყობითვე თქვეს მათ, რომ არაპირებენ ასე ვთქვათ, რაიმე კრიტიკულ ანალიზს. შესაბამისად, ერთი და მეორე, ამ პასუხით მათ ერთი რამე დაადასტურეს, რომ ვერაცნობიერებენ თუ უბრალოდ ძალიან კარგად აცნობიერებენ საბოლოო ჯამში, მაგრამ ის მიზანი, რაც მათ ჰქონდათ, რომ დაეზიანებინათ ქვეყანა, არ უნდათ ამას გადაუხვიონ. კიდევ ერთხელ მივყვებით ყველა პროცედურას, ჩვენ ხა BBC-ს იმედად ხო არ ვიქნებოდით, ხა როდესაც კიდევ ერთხელ ეს ჩვენ ხო არ გვაკადრეს დონალდ ტრამპს აკადრეს ისეთი ტყუილი, რომ მილიარდიანი სარჩელი ემუქრებათ. ეხლა ასეთი ტყუილი დონალდ ტრამპს აკადრეს, ეხლა საქართველოსთან უკადრებას კი არ იკადრებდნენ, რა ვიცი, უარესიზა. შალვა, იქ მახსოვს, რომ რამდენიმე პუნქტი იყო წაშლა ბიზნესთან დაკავშირებით, რომ მტკიცებინათ, რომ რატო არის პრორუსიის ადამიანი და ასე შემდეგ.
ოქტომბრივად მოვიდა პასუხი თუ აი შინაარსი მაინტერესებს. არა, რა თქმა უნდა. რამდენი გვერდისგან შედგებოდა და რატომ არასაჯაროოდ? შეგიძლიათ თუ არა რომ გაასაჯაროოთ ის პასუხი, რომელიც BBC-ს მოგწევს. ჩვენ მათ საინტერესო იქნება ძალიან პუნქტებზე რა პასუხები გაქცეს, აი ჩვენ ვართ შესული ხა სამართლებრივ დავაში, რომელსაც თავისი პროცედურები აქვს, ამას ჩართულიანი მათ შორის იურისტები, რა თქმა უნდა პასუხი არის და მათი რაღაც არგუმენტაცია მოტანილი აქვს ის, რაზეც საუბრობენ საერთაშორისო არაფერი ახალი არ არის, მე დეტალებში არ შევალ. თავარი არის ერთი რამე, რომ ისინი არიან მტყუანები, ჩვენ ვართ მართალი. ეს დადასტურდება და ხა მათ ხელში არ დადასტურდება, ეს თავიდანვე ცნობილია. ჩვენ ვადა გვაქვს სასამართლო თუ კიდია იქ. არა, ეს აგიხსენით თქვენ რომ არის სამკვირიანი ვადა არის თუ არ ვწდები რომ ასე ვთქვათ მათ პასუხს ახლა კიდე ერთი ამასაც გასაჩივრება ქვია და კვლავ BBC-ში, ესეთი აბსურდული წესები აქვს ბრიტანეთს. სასწაულია პრინციპში აქეთ რეკომენდაციას გვაძლევენ და შეგვიძლია მართლაც რეკომენდაცია მივცეთ როგორ მოაწესრიგონ ის რომ სიყალბისგან დაიცვან მათ შორის საკუთარი მოქალაქეები, იმიტომ ეს მათ მოქალაქეებსაც ეხება ხოლმე სხვადასხვა რეპორტაჟები, ან ფაქტობრივად ბარიერები აქვს შექმნილი რომ ადამიანმა ვერ შეძლოს ან ხელი ჩაიქნიოს ამ პროცესებზე. ან შემდეგი ეტაპი კიდევ ერთხელ არის კიდევ კვლავ BBC-ს შიდა ცოტა სხვანაირი შემადგენლობით, არ ვიცი, რეგულაციის ინსტრუმენტის გამოყენება და გასაჩივრება, სადაც უკვე მე რამდენადაც ხვდები და გავერკვი ამ სისტემაში, პირველი დონე ეს იყო, რომ თავად ამ ჟურნალისტ რედაქციამ განიხილა, ასე ვთქვათ, სარედაქციო კოლეგიამ და მეორე ეტაპი არის, რომ სარედაქციო კოლეგიას დამატებული ვიღაც გარე პირები, რომლებიც ასევე BBC-ს შიგნით არიან. ყველაფერს რა არის დასამალი ამაში? დასამალი რომ არ არის, რატომ არ ამბობდით, რომ მოვიდა? გითხეთ და გითხარით ჯერ ესეთ რამდენიმე დღის წინ მოვიდა და გითხარით ამას გეუბნებით რა არის. პირიქით რა არ მოგვეწონა კი არა პირიქით რაც უფრო შორს სწავლენ, რაც უფრო დიდხანს ჩვენ არ ვჩქარობთ. რაც უფრო ესე ვთქვათ გაძალიანდებიან, მით უფრო დააზიანებენ საკუთარ თავს, იმიტომ წინ არის სხვა პროცედურები, სადაც უფრო მეტად მოუწევთ შემდეგ პასუხისგება, ვიდრე აქამდე იყო მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს ჩათვლით, სადაც მოპასუხე იქნება უკვე ბრიტანეთის სახელმწიფო იქნება და სახელმწიფო დამარცხდება ქართულ ოცნებასთან. ასე რომ, არ ვიცი, მათი გადასაწყვეტია, ჯობია აქვე დამორჩილდნენ ჭეშმარიტებას და აღიარონ რაც დააშავეს, ვიდრე გააჯანჯლონ და ბოლოს უფრო დიდი ზიანი მიიღო. კი ბატონო, და ერთსაც გითხავთ აფხაზეთის რკინიგზასთან დაკავშირებით. მოკლედ, ჩვენ არაფერი არ ვიცით აფხაზეთის რკინიგზასთან დაკავშირებით, საერთოდ რა ხდება. ჩვენი მხარის პოზიცია როგორი არის, მაგრამ რუსები ამბობენ, რომ მიმდინარეობს საუბრები აფხაზეთის რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით. ხო და ვის ელაპარაკებიან ეს ადამიანები? ჩვენ ხელისუფლებას ელაპარაკებიან, ჩვენ გვესაუბრებენ, ხო, ვისთან საუბრობენ აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე? ჩვენს ინტერესებში შედის თუ არა რკინიგზის აღდგენა და სუვერენიტეტს კიდევ უფრო უარ შეუქმნის საფრთხეს ამ კითხვებზე რომ მიპასუხოთ ვის ელაპარაკებიან? არ ვიცი, ვის ელაპარაკებიან, ჩვენ არ გველაპარაკებიან, ასე რომ არ ვიცი, ერთმანეთს ელაპარაკებიან. ერთმანეთს რას ნიშნავს? მაშინ ჩვენ რატომ არ გვაქვს პოზიცია? თუ ეს სახიფათო არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის, მაშინ ჩვენ რატომ არ განვიხილავთ ამ საკითხს, რატომ არ ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას და თქვენი აზრით ეს ზეწოლა არის თუ არა რუსეთის მხრიდან, თუ აფხაზეთის ან თუნდაც ჩვენი მიმართულებით? ზეწოლა ვის მიმართ? ზეწოლა რუსეთის მხრიდან. ვის მიმართ? ვის მიმართ შეიძლება იყოს ზეწოლა? არ ვიცი, ვის მიმართ გითხებით? იმიტომ რომ ამბობენ, რომ ჩვენ ველაპარაკებით ვსაუბრობთ საქართველოსთან. საქართველოს როგორ საუბრობენ? არა. ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს არა. არა. ვის ელაპარაკებიან? არ ვიცი, მე რა გითხავთ, ვის ელაპარაკებიან? თავის ჩვენც ელაპარაკებიან. მოდი მაშინ ჩვენ რა შეგვიძლია ეხლა რომ გააკეთოს, ჩვენი პოზიცია უნდა დაფიქსირდეს თუ არა და პრობლემას ხედავთ თუ არა, რომ რუსეთი აპირებს, რომ აფხაზეთში ეს რკინიგზა გააკეთოს, იმიტომ რომ ოფიციალურად ამბობენ, რომ უნდა ავაშენოთ ეს რკინიგზა. აი ესე უნდა ვუყუროთ შორიდან თუ რაიმე სახელმწიფოებრივი პოზიცია უნდა დაფიქსირდეს ჩვენი მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით. სარკინიგზო მიმოსვლა ოკუპირებულ ტერიტორიასთან რუსეთს ისედაც აქვს. ანუ აქ არაფერი ახალი არის, რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების იმ ტერიტორიას, სადაც საქართველოს ხელისუფლების იურისდიქცია სრულად ხორციელდება, თქვენ რა გონეთ ახლა, აქ მატარებელი გაივლის ისე, რომ ჩვენ არავინ დაგვეკითხება თუ რა რისკებზე საუბრობთ ერთ წელს. 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილები იკრძალება. მარტივია, საკითხო მარტივია. ჩვენი პოზიცია მარტივია და ძალიან კარგად იცის. დიახ. ჩვენი პოზიცია
არა, ნუ იმიტომ რაღაცა განაცხადე ხა ჩვენი ტერიტორია არის. ხო, განცხადებები თავის დროზე გვახსოვს მათ შორის გზის მშენებლობა კავკასიის ქედის ჩრდილოეთით და ამაზეც გვახსოვს ცდილობდი სპეკულაციების აწყობას, რომ საქართველოზე როგორ უნდა გადმოსულიყო ეს გზა, ხა ჩვენ და დაუკითხავთ, არაფერი არ მოხდება. ერთი, მეორე, რუსეთის ხელისუფლებისთვის ცნობილი არის დიდი ხანია რა ჩვენი პოზიცია არის ის, რომ ყველანაირი ურთიერთობები აღდგება, იმ მომენტში, როდესაც რუსეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოხდება ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია. 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილები იკრძალება. ამ პირობას აღარც კი აყენებთ. გინდათ რომ ვესაუბრო? 2012 წელს ბიძინა ივანიშვილიც საუბრობდა აი ამ აფხაზეთის რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით უნდოდა ამ რკინიგზის აღდგენა. წინაპირობებად კი დეოკუპაციას ასახელებდა, მაგრამ ეხლა დღეს ისე მიმდინარეობს ყველაფერი, რომ პოზიციასაც კი არ აფიქსირებთ არანაირ საერთოდ. როდესაც რუსეთი ამბობს, რომ მუშაობენ ამ რკინიგზის აღდგენაზე. ისინი ამბობენ და მე პასუხობთ. მასთან დაკავშირებით ან კიდე ერთხელ იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენს ტერიტორიაზე რუსეთი აპირებს რკინიგზის აშენებას. აი ამასთან დაკავშირებით. კიდე ერთხელ მოკლედ თქვენი სპეკულაციისთვის სამწუხაროდ ვერანაირ ნოყიერ ნიადაგს ვერ მოგცემთ. შესაბამისად, თუ რაიმე გაინტერესებთ რუსეთის არ ვიცი ხელისუფლების რომელიც წარმომადგენელი ამას აცხადება, შეგიძლიათ გითხოთ მას, რას საუბრობენ, ვისთან საუბრობენ, რატომ საუბრობენ. საქართველოს ხელისუფლება ამ მხრივ არანაირი კომუნიკაცია არ აქვს, რაც შეეხება ურთიერთობების აღდგენას და ურთიერთობების აღდგენას რუსეთის ფედერაციასთან. ამაზე არაერთხელ გვითქვამს, არის მარტივი წინაპირობა, ეს გახლავთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება. 6 წელზე მეტი ხნის პოზიცია ეს არის. 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილები იქნება. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა აღიარება არის მნიშვნელოვანი მომენტი ურთიერთობების აღსადგენად, ასე რომ არ ვიცი, მაგ თემასთან დაკავშირებით საერთოდ არ არის საუბარი. 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილები იქნება, ჩვენ ვნახეთ ინიციატივა. ზუსტად იცით, რომ საქართველოში საერთოდ არავის არ ელაპარაკებიან, არც ოფიციალურს და არც არაოფიციალურ პირებს. თქვენ თუ გელაპარაკებიან, არ ვიცი და ჩვენ ხარის არავის არ მე რა თქვენ რა გინდა სვის განცხადებების კომენტარი მე როგორ გავაკეთე? 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილები იგრძელება, ჩვენ ვნახეთ ინიციატივა. გითხარი მიზეზი არის ავტომობილების რაოდენობის შემცირება, ასევე ჰაერის დაბინძურების შემცირება, რატომ გახდა საჭირო შეფასებით აღნიშნული კანონის უბრალოდ ყოლისა და ეს მე მგონი ფრიად მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით დედაქალაქის მოსახლეობის, მაგრამ არა მხოლოდ მოსახლეობის ძალიან ცხადი არის ის მავნე გავლენა, რაც აქვს ძველ ავტომობილებს ჯანმრთელობაზე. მთავარი დაბინძურების წყარო დღეს გახლავთ სწორედ ძველი ავტომანქანები. ამიტომ ამ გადაწყვეტილების მიზანი არის ეტაპობრივი განახლება ავტოპარკისა. რა თქმა უნდა, ის მანქანები, რომელიც დღეს საქართველოში ჩვენი მოქალაქეების საკუთრებაში არის, 6 წელზე მეტი არის, ის არცაც არ მიდის და არავინ არ უგრძალავს, ხო? 2 მილიონი ავტომანქანა არის, თუ არ ვცდები ბოლოს სტატისტიკით საქართველოში, ეს 2 მილიონი მანქანა აქ არის, ასე რომ ეკონომიკური ბრუნვიდან არცად არ მიდის. ვინმეს თუ აქვს სურვილი რომ იყიდოს 7 თუ 10 წლის მანქანა, თუ 15 წლის მანქანა, ის საქართველოში არის, საკმარისზე მეტი არის ასეთი მანქანები, თუ კი ვინმეს უნდა რომ იყიდოს, გადაყიდოს და ასე შემდეგ. რაც შეეხება რეგულაციას, რეგულაცია ეხება საკითხს, რომ კანონის მიღების შემდეგ არ მოხდეს საქართველოში შემოყვანა და დატოვება 6 წელზე მეტი მანქანის, ეს 6 წელიც ხარ არის ესეთი რიცხვი შემთხვევითი, ეს ეხება ევრო 6 რეგულაციის მქონე მანქანებს, რომელთა დაბინძურების და ჯანმრთელობაზე ზემოქმედების დონე ხარისხი უფრო დაბალი არის, ერთი. მეორე, ანუ პირველი საკითხი ეს ეხება ჯანმრთელობას და განსაკუთრებით ბავშვების ჯანმრთელობას. დაბინძურება განსაკუთრებით ქალაქებში, დაბინძურების მთავარი
ასე ვთქვათ, ვინც ზიანდება ამისგან, არიან ბავშვები, ვინაიდან ეს მავნე ნაწილაკები, მათ შორის ავტომობილების გამოწვეული მავნე დაბინძურება გარემოსი და ატმოსფერული ჰაერის ილექება ძირზე, ზუსტად იმ სიმაღლეზე განსაკუთრებით, სადაც ბავშვები მოძრაობენ, ბავშვები სუნთქავენ ამ ყველაფერს. ეხლა თუ ვინმე ასე აყენებს აგრეთვე ჩვენი შვილების ჯანმრთელობა უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია, ოღონდ 10 წლის მანქანა შემოიყვანოს უცხოეთიდან კიდე ერთხელ საქართველოში რაც არის, იმას გასაგებია რომ არ ვეხებით და არის საქართველოში და ის ეკონომიკურ ბრუნვაში რჩება და შეუძლია ყველამ იყიდოს, გადაყიდოს და ასე შემდეგ, გაასხვისოს, თუმცა ეტაპობრივად ამას უნდა მივოდგეთ, რომ რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც ძველი მანქანები ამორტიზდება და ამოვა საერთოდ ეკონომიკური ბრუნვიდან, ეს საბოლოო ჩანაცვლება ახალი მანქანებით იქნება და ეს არის უპირველეს ყოვლისა ზრუნვა ჩვენს მოსახლეობაზე, უპირველეს ყოვლისა ბავშვებზე და დაუფიქრდეს ყველა, ვინც ამ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს, რომ სასწორზე რას აყენებს, საკუთარი შვილების ჯანმრთელობას საპირწონედ უყენებს 10 წლის თუ 15 წლის მანქანის შემოყვანის შესაძლებლობას და მეორე 6 წლის მანქანა, ევრო 6-ის რეგულაციის მანქანა ასევე გულისხმობს უსაფრთხოების უფრო მაღალ სტანდარტს, გაცილებით მაღალ სტანდარტს ვიდრე სხვა მანქანებს აქვს, რაც ასევე საგზაო მოძრაობის დროს უსაფრთხოებას და უბედური შემთხვევაში უფრო დაბალ შანსს დაზიანებისა. ასე რომ თავარი ჩვენი მამოძრავებელი არის ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა, ბავშვების ჯანმრთელობა და ასევე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება. ევროკავშირის წელში იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში და შეხვედრის შემდეგ გავრცელა მან განცხადება, რომ გრანტების კანონის ამ სახით დამტკიცება საქართველოს ევროკავშირში ასოცირების შეთანხმების ნაკის ვალდებულებებს ეწინააღმდეგება. ამის შემდეგ ჩვენ ნახეთ უკვე საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, სადაც საუბარია იმასთან დაკავშირებით, რომ ესე იგი, რომ ყულევის პორტზე არის საუბარი, რომ ყულებზე სანქციების მუქარა არასწორია. ანუ ევროკავშირის წელში მივიდა იქ გრანტების შესახებ კანონზე სასაუბროდ და თქვენ განცხადებაში ამაზე არაფერი არ გითქვამთ, რომ მან ესეთი კრიტიკული განცხადება თქვა ამ კანონთან დაკავშირებით და საუბრობთ ყულებზე. ანუ ყულევის სპორტი თქვენთვის ასეთი მნიშვნელოვანია? კი, ჩვენთვის განსხვავებით თქვენგან, ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი არის ჩვენი ხალხის და ქვეყნის ინტერესები, ვიდრე ევროკავშირის ელჩის ინტერესები, რომლებიც ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ჩვენი ინტერესები უფრო მნიშვნელოვანი არის და ჩვენ ამაზე ვამახვილებთ ყურადღებას და საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამიტომაც ამაზე გამოთქვა საკუთარი საკმაოდ ღია პოზიცია, რომ ჩვენ გაუცებული ვართ თუ რატომ აღმოჩნდა აი იმ პროექტში და დასახელებაში ყულევის პორტი. გახსოვთ ვიცი თქვენ რომ კაიაკალას კითხეს კიდევაც თუ არც ამასთან დაკავშირებით პასუხიც კი ვერ გასცა საერთოდ რატო არის ეს და ვერც გასცემდა, იმიტომ რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს. არც ერთი შენიშვნა არ ყოფილა აი 4 წლის განმავლობაში, ხო, აი ამ პერიოდში რომ რაიმესთან კითხვის ნიშანი არ ყოფილა ჩვენი პორტების ოპერირებაზე. 57 გემი გაჩერებული ყავს და გაბრუნებული საქართველოს, საიდან გამოპარებულია კიდე ღმერთმა უწყის და თავისკენ მოიკითხოს მოდი ყველა ქვეყანამ, საიდან როგორ მოძრაობენ ეს გემები. საქართველოს პირნათლად ასრულებს კეთილი ნებით, საკუთარი ინიციატივით იკისრა ვალდებულება, რომ არ გამოაყენებინოს საქართველოს სანქციის გვერდის ასავლელად. არანაირი ვალდებულება ჩვენ ევროკავშირთან არ აქვს საერთოდ. ეს არის ჩვენი კეთილი ნება. მადლობა გადაგვიხადონ, რომ ამ კეთილ ნებას ვიჩენთ, არა ევროკავშირის ელჩის გამო, არა ევროკომისიის გამო, არა ზელენსკის პატივისცემის გამო, უკრაინელი ხალხის გამო. ერთადერთი მიზეზი, რატომაც ჩვენი კეთილი ნებით, ნებაყოფლობით ვაკეთებთ ამას, რომ სანქციების გვერდისავალ არ მოხდეს, არის უკრაინელი ხალხისთვის გვერდში დგომა. სხვა არავინ არ იმსახურებს ჩვენს ასე დამოკიდებულებას. არც ბრიუსელი, არც ზელენსკი და არც ევროკომისია. ერთადერთი არის უკრაინელი ხალხი და მადლობა გითხრან ბრიუსელიდან მათ შორის, რომ ამას ვაკეთებთ. ჩვენ და მათგან გამოპარებულ საქონელს ვაჩერებთ 2000-ზე მეტი სახმელეთო საზღვარზე 2000 მეტრზე გადაზვიდა შეჩერდა, გამოვლინდა საქართველოში და უკან გაბრუნდა საზღვრიდან
და პორტებზეც მოგახსენეთ 57 გემი იყო თუ არ ვცდები, რომელიც არ შემოუშვეს საქართველოს პორტში. ბატონ შავა, ბოლო კითხვას დაგისვამთ თუ შეიძლება. მამუკა მდინარაძის ვიზიტთან დაკავშირებით მინდა გითხოთ. მოკლედ, რას ეხებოდა ეს ვიზიტი? ანუ ირანს ეხებოდა თუ სანქციების გვერდისავლას ეხებოდა ეს ვიზიტი და შეხვდა თუ არა ტულსი გაბარდის თუ უფრო მაღალი რანგის შეხვედრა ჰქონდა მამუკა მდინარაძეს და იყო თუ არა ეს შეხვედრა დაძაბული და შეხვედრის შემდეგ იყო თუ არა მძიმე საუბარი რა შეგიძლიათ გითხრათ ამ შეხვედრაზე, ამ კონკრეტული მიმართულებით? ძალიან საყვარელი კითხვა არის. სადაც იკითხება მოლოდინი, რომ უსაფრთხოების სამსახურებს შორის შეხვედრის დეტალებზე უნდა ვისაუბროთ. მე მგონი ხვდებით თქვენ, რომ მთელი არსი უსაფრთხოების სამსახურების შეხვედრების მათ შორის არის იმაზე, რომ მის შინაარსზე საუბარი დეტალებზე რა თქმა უნდა არ მიმდინარეობს. არ მიმდინარეობს იმიტომ რომ უპირველეს ყოვლისა ჩვენ და ზოგადად რაც შეიძლება ითქვას ეხება ჩვენ საერთო უსაფრთხოების ინტერესებს, რომელზეც იყო რა თქმა უნდა საუბარი. საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი არის უსაფრთხოების საკითხებში, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებისა და სანდო პარტნიორია, რაც მთავარია და სწორედ ეს ვიზიტი უპირველეს ყოვლისა ამას უსვავს ხაზს, რომ ეს სანდო პარტნიორობა მნიშვნელოვანი არის ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც. რაც შეეხება ვის შეხვდა ის კონკრეტულად, ის რაც სათქმელი იყო, ნახეთ თქვენ რომ უსაფრთხოების სამსახურსაც ქონდა განცხადება და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსაც ქონდა განცხადება. ჩვენთვის მთავარი ამ ყველაფერში არის ის რომ ამგვარი მათ შორის ეს შეხვედრა ჩვენ გვიტოვებს იმის ოპტიმიზმს და გვინარჩუნებს იმის ოპტიმიზმს რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გადატვირთვა მოხდება. გაბარდის შეხვდა თუ არა მამუკა მდინარაძე რომ გითხრათ ბატონო შავა, იმიტომ რომ თქვენმა პასუხმა დატოვა სივრცე იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ეს შეხვედრა ყოფილიყო უბრალოდ ამის თქმის უფლება არ აქვს უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებს. მთელი არსი უსაფრთხოების სამსახურების შორის შეხვედრებთან საუბრისას არის რომ მან სივრცეები უნდა დატოვოს სხვადასხვა საკითხებზე. რაც რისი თქმაც იყო საჭირო და ჩათვალა საჭიროდ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა და ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების სამსახურებმა მათ ეს თქვეს. ამაზე მეც სანქციებს რაც შეეხება შინაარსზეც ვერ შეხვალთ და შინაარსთან დაკავშირებით ვერაფერს იკითხეთ. რა თქმა უნდა შინაარსზე თავისთავად სანქციებს ეხებოდა თუ ირანს ამაზე რა თქმა უნდა გახარიას პარტიაზე გითხავთ და ბოლო კითხვა არის მე ის გიორგი გახარია მიუნხენის კონფერენციაში მიიღებს როგორც ცნობილი არის მონაწილეობას რა მოლოდინი გაქვთ ამ კონფერენციიდან ბატონო შავა და რა შეგიძლიათ თქვათ თქვენს ყოფილ ექს-პრემიერთან დაკავშირებით? გიორგი გახარია გახლავთ სისხლისამეც საქმეში ბრალდებული პირი, რომელსაც აქვს შეფარდებული წინასწარი პატიმრობა და არის ძებნაში, რა თქმა უნდა სამარცხვინოა, როდესაც ის შეიძლება აღმოჩნდეს ტერიტორიაზე, სადაც სხვა პირები, ოფიციალური პირები შეიძლება იყოს. კიდევ ერთხელ ეს აადასტურებს, სამწუხაროდ ევროკავშირის სივრცე იქცა პოლიტიკური კრიმინალების თავშესაფარად და ეს არ გახლავთ ერთადერთი, ვინც ბრალდებული ამ შემთხვევაში ბრალდებულის სტატუსით არა მხოლოდ თავს აფარებს ბერლინს, არამედ ფულსაც იღებს იქ როგორც ვიცით და დანიშნული აქვს სტიპენდია. ეს საერთოდ ახალი ფორმა არის, მე მგონი აქვეა საკუთარი სხვა ქვეყნაში პოლიტიკოსების დაფინანსების სტიპენდიის დანიშნა. დავით კეზერაშვილი ვიცით რომ ასევე თავს აფარებს ევროკავშირის სივრცეს. ზურაბ ადეიშვილი საერთოდ ევროკომისიაში ხელსარდანი აი წამების სისტემის შემქმნელ ადამიანს. ასე რომ ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ ღირებულებით უფსკულს, რომლიდანაც მაუწყებლობს დღეს ევროკავშირი. ბატონო შალვა, თქვენი ჩვენ საქართველოსდანაც იქნებიან ხომ? ხელისუფლებიდან წარმომადგენლები ამ კონფერენციაზე და გიორგი გახარიასთან შეხვედრა როგორ წარმოგიდგენიათ ამ კონფერენციაზე? ალბათ გადაკვეთა მოხდება ამ კონფერენციაზე და ეს იქნება თქვენი პირველი შეხვედრა. ადამიანს ეძებთ დასაჭერად და კონფერენციაზე ერთად ისხდებით. საინტერესო არის. მაკა ბოჭორიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრი არის და არა შინაგან საქმეთა მინისტრი, ასე რომ ის დაკავებას იქ არ მოახდენს, რა თქმა უნდა. არ ვიცი, მე საერთოდ ზოგადად ეს მე მგონი უფრო რა გითხრათ, შავი იუმორის სფერო არის, რომ ბრალდებული პირი
უსაფრთხოების კონფერენციაზე უნდა აღმოჩნდეს, არ ვიცი ხო მინდა პატიჟა რა დაპატიჟა ხა ესეთი დაპატიჟებები ბევრნაირი გვინახავს, მათ შორის თქვენი დამფინანსებელი ხაზარაძე, რომ ამბობდა ტრამპის ინაუგურაციაზე ვარ დაპატიჟებული და ქუჩაში დაბორიალობდა მე ყინვაში. ასე რომ არ ვიცი ხა ვინ დაპატიჟა, სად დაპატიჟა, ხა სად იქნება რომელ ბუჩქებში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ასია თუ ისია თვითონ თავად ეს ფაქტი, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია აძლევს შესაძლებლობას მძიმე დანაშაულში ბრალდებულ პირს, რომელთა დაკავშირებითაც სხვათა შორის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც არსებობს და ამ გადაწყვეტილების შედეგად მოხდა დამატებითი გამოძიება და მისი ბრალეულობის დადგენა პროკურატურის მხრიდან, ბრალეულობის წარდგენა პროკურატურის მხრიდან და სასამართლო პროცესები მიმდინარეობს ამდენადაც ვიცი, და რომ აძლევს შესაძლებლობას რომ გამოიყენოს მისი სახელი, ლოგო მის ფოტოზე, რომელიც ტრადიციული გაღიმებული ფოტო, რომელთაც ის წარმოგვიდგება ხოლმე, თავისთავად ეს რა თქმა უნდა ძალიან მძიმე არის და კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ სამწუხარო განვითარებებს, რომელიც ხდება ევროპაში.